მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა ლაბორმუზეუმის სიცხლის ფორმულა. დღეს ვისაუბრებ გონებრივ გადატვირთვაზე, თუ რა არის გონებრივი გადატვირთვა, რატომ გვემართება, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან და რა არის მისი ნიშნები. გონებრივი გადატვირთვა ეს არის მდგომარეობა, როცა ტვინი კარგავს ყურადღების კონცენტრაციის და ინფორმაციის გადამუშავების უნარს. მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიდგინე, რომ შენი ტვინი კომპიუტერია. როცა ერთდროულად ბევრ ფანჯარას გახსნი, ის ნელდება. ასეა შენი ტვინიც, როცა ნერვულობან სწავლობ, შენი ტვინი იღლება და განტვირთვას საჭიროებს. გონებრივი გადატვირთვის ნიშნებია: ყურადღების ნაკლებობა, უმიზეზოდ გაღიზიანება, ენერგიის დაკარგვა მიუხედავად საკმარისი ძილისა, მოტივაციის ნაკლებობა, სწავლაზე ან მუშაობაზე კონცენტრირების სირთულე. რატომ გვემართება გონებრივი გადატვირთვა? როცა დიდი ხნით მუშაობ ან სწავლობ, მობილურის ან კომპიუტერის ეკრანთან დიდ ხანს ყოფნისას, უძილობისას, სტრესისას და ემოციური დაძაბულობისას, თუ რა ვიცილოთ თავიდან გონებრივი გადატვირთვა. დაისვენ და გამოიძინე ხარისხიანად, დაკავდი ფიზიკური აქტივობით, აიღე ეკრანისგან პაუზა და ორგანიზე შენი დღის გეგმები. როცა ტვინმა იცის რას აკეთებ და რატომ, ნაკლებად იძაბება. დღეისთვის სულ ეს იყო, მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.